მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რაგელით პირად ცხოვრებაში თებერვლის თვეში. დღეს გავაკეთებთ გაშლას 4 დედოფალზე, ირჩევთ პოზიციას თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. პირველ პოზიციაზე დღეს იქნებიან ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები, ესენი არიან ლომი, ვერძი, მშვილდოსანი. მეორე პოზიციას დღეს დაიკავებს სტიქია ჰაერი, მერწყული ტყუპები სასწორი. მესამე პოზიციაზე იქნება სტიქია წყალი, ესენი არიან თევზები, მორიელი კირჩხები და დღეს მეოთხე პოზიციაზე იქნებიან სტიქია მიწა, რომლებიც შეგახსენებთ, რომ არიან კურო, ქალწული და ხისრქა. აირჩიეთ თქვენი ზოდიაქო და გავიგოთ თითოეულ თქვენთაგანს რა მოელის პირად ცხოვრებაში, რა გელოდებათ თებერვლის თვეში. შეგახსენებთ, რომ ვისაც პირადი კონსულტაციები გსურთ, შეგიძლიათ მესენჯერში დამიკავშირდეთ. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და კომენტარების ველშიც და ასევე შეგახსენებთ, რომ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ უყუროთ ხოლმე, რადგან თქვენზე ვიდეო იწყებს რეზონირებას მაშინ, როდესაც უსმენთ და თქვენზე რეზონირდება ის ინფორმაცია, რასაც საჯარო გაშლიდან გადმოგცემთ. ნახოთ, რას გვიპასუხებს კარტი. ცეცხლის სტიქია. განვიხილოთ. რა გელოდებათ თებერვლის თვეში, ვერძებს, მშვილდოსნებს, ლომებს. პირდაპირ მოდის თქვენთან ახალი თავგადასავალი. ახალი თავგადასავალი რას უკავშირდება? პირველ რიგში უკავშირდება ადამიანს, რომელთანაც გაქვთ სიმპათია, გაქვთ გრძნობა, ემოცია, დაინტერესება. თქვენს, ასე ვთქვათ, მისდამი ამ გრძნობას რაღაც საშუალება ეძლევა, გეხსნებათ მასთან მიმავალი გზა და შეიძლება გქონდეთ მასთან ახალი საწყისი, ახალი თავგადასავალი, სიახლე, სპონტანურობა, სიხარული, სადმე ერთად წასვლა, შეხვედრები და ასე შემდეგ. ანუ ეს არის პაემნები, ეს არის ფლირტი, ეს არის სასიხარულო მომენტები, ვნება. თუ ასეთი ადამიანი არ გყავთ, შემოდის თქვენს ცხოვრებაში ახალი საინტერესო მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც გამორჩეულად მოგეწონებათ და რომელთანაც გამორჩეულად ახლო თბილი კონტაქტი ჩამოგიყალიბდებათ. გელით თქვენ ძალიან ბევრი საუბრები, რომანტიული საუბრები, ესეთი რომ ვიტყვით ხოლმე დღე და ღამე მოწერა, ზარები, თქვენი ემოციები გამონთავისუფლდება. სათქმელს პიროვნებასთან იტყვით ბოლომდე, იცით როგორ შეგრძნება მაქვს, რომ აქ ძალიან კარგად გაუგებთ სულიერად ამ პიროვნებას, რადგან მოდის თქვენი მსგავსი ადამიანი, რომელთანაც ძალიან ბევრი თემა გექნებათ სალაპარაკო, ძალიან ესეთი იუმორის გრძნობაც საერთო გექნებათ, საერთო ინტერესები გექნებათ, შეიძლება ერთად უყუროთ ფილმებს და რაღაც ნამდვილად ცივი თვე გამოვიდეს თქვენთვის ძალიან რომანტიული და ცეცხლოვანი და თბილი. კიდევ ერთი თაყვანისმცემელიც მოდის თქვენთან, სხვათა შორის, რომელიც დაინტერესებული იქნება თქვენთან ურთიერთობით, მაგრამ აქ მოდის ისეთი სიტუაცია, რომ თქვენ აირჩევთ აი ამ პირველ პიროვნებას, ვისაც გესაუბრეთ და ამ ადამიანს, რომელიც შესაძლოა იყოს ზოდიაქოთი კირჩხები, მორიელი თევზები, ჩაეკეტოთ, მოკლე პასუხებით შემოიფარგლოთ, ემოციურად ახლოს აღარ მოუშვათ, ან შეიძლება გყავდათ ვიღაც ქრაში, ვიღაც მოგწონდათ, სანამ ეს ადამიანი გამოჩნდებოდა თქვენს ცხოვრებაში და ესეთი ადამიანი მოგვუნდეს, რომელთანაც იგრძნობთ, რომ რაღაც ეტაპი დაამთავრეთ, ამოწურეთ ეს პიროვნება და
სიახლისკენ წახვალთ. ეს არ არის რაღაც 1 და 2 თვის ადამიანი, შეიძლება ძალიან რამდენიმე წლის პიროვნებაც კი შემოვიდეს უკან, თუმცა შეიძლება იყოს სრულიად ახალი თაყვანისმცემელი, რომელიც დიდად თქვენს ინტერესს ვერ გამოიწვევს და ერთ ადამიანს, ასე ვთქვათ, კარს მიუხურავთ, იმიტომ რომ თქვენ აირჩევთ სხვა პიროვნებას, რომელთანაც გექნებათ მუდმივი კონტაქტი და არა რაღაც ემოციური საქანელები და ხანდახან ვწერთ ერთმანეთს, ხანდახან არ ვწერთ ერთმანეთს, ანუ იმის შიში არ გექნებათ, რომ ეს პიროვნება უპასუხოდ დაგტოვებთ. აი ესეთი პოზიცია გამოვიდა, მე დაგემშვიდობებით. და გადავიდეთ ახლა ჩვენ ჰაერისტიკის წარმომადგენლებთან, რომლებიც არიან მერწყულები, ტყუპები და ასასწორები. და მოდი ვნახოთ თქვენ შემთხვევაში კარტი რას გვეტყვის. რა გელოდებათ პირად ცხოვრებაში თებერვლის თვეში. აქ შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით ჩავთვალოთ სიტუაცია, რომ ისეთი რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვა ადამიანი, რომელიც იქნება სერიოზულად დაინტერესებული თქვენთან კომუნიკაციით და ურთიერთობით, გექნებათ თებერვალში შანსების გამოყენების თვე, გექნებათ ძალიან ბევრი დადებითი შეფასება ამ პიროვნების მხრიდან, დაინახავთ მისი მხრიდან, რომ თქვენ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხართ, დაგანახებთ მისი ქცევა, რომ გამორჩეული ხართ მისთვის, რომ ძალიან გაფასებთ, რომ ძალიან მონდომებულია თქვენთან თქვენთან რომ დაახლოვდეს, ან რაღაც შემოგთავაზოთ, ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზება შეიძლება მიიღოთ პარტნიორისგან ან ამ პიროვნებისგან, რომელიც სიახლეებით შემოდის თქვენს ცხოვრებაში და აქ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ თქვენს ცხოვრებაში მოდის ძალიან დიდი საჩუქარი. ეს შეიძლება იყოს მატერიალური საჩუქარი, ეს შეიძლება იყოს იცით როგორი საჩუქარი, რომ თქვათ, რომ თურმე რატომ ვიყავი დიდი ხნის მანძილზე მარტო და არ შევედი რაღაც ისეთ ურთიერთობებში, სადაც ჩემი ღირსი არ იყვნენ და ზუსტად ესეთ ადამიანს ელოდებოდით და ზუსტად ის ადამიანი შემოგთავაზებთ ურთიერთობას, როგორიც ან გინდათ, ან წარმოდგენილი გაქვთ, რომ ზუსტად ისეთი უნდა იყოს, რაღაც ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც მონახაზი გაქვთ, რომ ისეთი ადამიანი თუ არ გამოჩნდა თქვენ ცხოვრებაში, გირჩევიათ, რომ იყოთ მარტო. მაგრამ მარტო არ რჩებით. კიდევ ერთი სიახლე, ანუ აქ ძალიან განახლებული პერიოდი იქნება, იმიტომ რომ 2 ტუზი მოდის თქვენს პოზიციაზე, ეს არის ვნებები, ეს არის მატერიალური საკითხები, ეს არის ინფორმაციები, ანუ მე ვფიქრობ, აქ ესეთი ადამიანი შემოდის თქვენს ურთიერთობაში, ან ისეთ ადამიანთან აუმჯობესებთ ურთიერთობას, ვისაც აქვს მრავალფუნქციური ლოგიკური უნარები, ანუ შეუძლია რომ თქვენი საუკეთესო მეგობარიც იყოს, შეუძლია რომ ცოცხლოვანი პარტნიორიც იყოს, როცა საჭირო არის, შეუძლია რომ მაქსიმალურად ლოგიკური იყოს, მატერიალურად დაგეხმაროთ, რაღაცა მრავალფუნქციურ როლს მოირგებს ერთი ადამიანი, რომელთანაც არ იქნებით მოწყენილი, რომელთანაც გექნებათ ის განცდა, რომ სხვა ადამიანი შეიძლება აღარც დაგჭირდეთ, ანუ ყველანაირად რომ გავსებთ ისეთი პიროვნებაა. მაგრამ საკმაოდ ამავდროულად შეიძლება გქონდეთ ბევრი განსხვავებები, შეიძლება ეს ადამიანი იყოს უცხოელი და აქედან გამომდინარე დიდი სხვაობები გქონდეთ. შეიძლება ეს ადამიანი ვიზუალურად ძალიან განსხვავდება თქვენგან, რაღაც ერთ შეხედვით შეიძლება ძალიან ბევრი განსხვავებები გქონდეთ, მაგრამ ამ პიროვნებასთან ურთიერთობა, შინაგანი ჰარმონია და ის კომუნიკაციური ენერგიები, რასაც ერთმანეთში გაცვლით, თქვენთვის იქნება სრულიად მისაღები და ძალიან საინტერესო. აქ კიდევ ერთი გაფრთხილება არის, რომ შეიძლება
თქვენ გქონდეთ ესეთი მიდრეკილება, ყველას არ ეხება ეს, მაგრამ მაინც გავაჟღერებ ამ სიტუაციას. შეიძლება გქონდეთ ისეთი მიდრეკილება, რომ ძალიან ემოციური იყოთ, ან ძალიან გადამეტებული ფიქრები გახასიათებდეთ და არაფერი არ ხდებოდეს და ურთიერთობაში შექმნათ პრობლემა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იფიქრეთ, ამ ურთიერთობის უცებ შეგეშინდეთ, რატომ იტის ყველაფერი კარგად, თუ ეს ადამიანი ჩემთვის არის ნამდვილად, რაღაც რამდენადაც გინდათ, რომ ეს იდეალური ადამიანი გვერდზე ყავდეთ, შეიძლება ამ ყველაფერმა დაგაბნიოთ და უცებ პანიკაში ჩავარდეთ. ეს არ გააკეთოთ, მიყევით ნაბიჯ-ნაბიჯ ურთიერთობას, არ შეგეშინდეთ, თქვენ იმსახურებთ ბედნიერებას და დაიჯერეთ, რომ თქვენ ცხოვრებაშიც მოვა და დადგება ასეთი ეტაპი და შეხვალთ ძალიან კარგ ჰარმონიულ ბრწყინვალე ურთიერთობაში და კომუნიკაციაში და სპეციალურად რაღაც შიშების და ზედმეტი ფიქრების გამო ურთიერთობა არ გააფუჭოთ, იმიტომ რომ ამის რისკი ნამდვილად არის დეპრესიაში არ ჩავარდეთ და მოგონილი პრობლემები არ შექმნათ გონებაში. მე დაგემშვიდობებით და გადავიდეთ ახლა შემდეგ დედოფალთან, რომელიც არის, როგორც გითხარით, სტიქია წყალი. ესენი არიან თევზები, მორიელი, კირჩხიბი. მოდი ვნახოთ თქვენს შემთხვევაში, როგორი პროგნოზი გვექნება თებერვლის თვეზე, რა გელოდებათ პირად ცხოვრებაში თებერვლის თვეში. ეს შეიძლება იყოს ინტერნეტ ნაცნობობა, შეიძლება იყოს ინტერნეტში გაბმული რომანი, შეიძლება იყოს კიდევ ადამიანი, შეხვდეთ ისეთ ადამიანს, ნახოთ პირისპირ ისეთი ადამიანი, რომელთანაც გაქვთ დისტანციური ურთიერთობა და გიწევთ სხვადასხვა ქალაქში ყოფნა, ან ურთიერთობა უბრალოდ არის მანძილზე, ხო? ანუ შეიძლება ისეთ ადამიანთან მოაწყოთ შეხვედრა, რომელიც იმყოფება თქვენგან შორს. ან თუ გაქვთ ჩაფიქრებული, რომ წახვიდეთ საზღვარგარეთ, ან რაღაც ქალაქი შეიცვალოთ, ან მგზავრობაში წახვიდეთ, ან რაღაც სხვა ლოკაციაზე გადახვიდეთ, შეიძლება იქ, სადაც გაემგზავრებით, რაღაც სიტუაცია ისე შეიცვალოს, რომ შეიქმნას რომანტიული ურთიერთობა თქვენთვის, ან ვიღაც ესეთი იქ დაგხვდეთ ვიღაც ისეთი ადამიანი, რომელმაც ასე თქვა თვალი თაგადგათ, ესე შეიძლება ჩავთვალოთ, კარგით ნახოთ კიდევ. აქ ნამდვილად მოდის ესეთი ინფორმაცია, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც არის ხმლების მეფე. ეს შეიძლება მიგვანიშნებდეს ზოდიაქოზე, მერწყული ტყუპები სასწორი. ან შეიძლება მიგვანიშნებდეს პიროვნებაზე, რომელიც არის ცოტა ცივი, დისტანციური, ემოციურად ხელმიუწვდომელი, მაგრამ ამავდროულად თითქოს ემოციებზე არ საუბრობს, ემოციებს არ აჩვენებს თქვენთან, თითქოს ძალიან ისეთი ტკბილი სიტყვებით არ იღურება თქვენთან ურთიერთობაში თებერვლის თვეში, მაგრამ თქვენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ნელ-ნელა დაიკავებს. ნელ-ნელა თქვენს ყოველდღიურობაში დიდი დოზით გაჩნდება და თქვენს გარშემო იტრიალებს. აქ ნამდვილად არის ძალიან ბევრი მიმანიშნებელი ფაქტორები, რომ ან თქვენს ცხოვრებაში თებერვლის თვეში იქნება აქტუალურად ჩართული ადამიანი სოციალურ ქსელში, რომელთანაც რაღაც დისტანციური ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ და შეიძლება ამ თვესვე შეხვდეთ, ან თუ გყავთ უკვე ესეთი ადამიანი, რომელთანაც ინტერნეტში გაქვთ აქტიური საუბრები, შეხვდეთ ამ ადამიანს და როგორც იქნა რაღაც თქვენი დისტანცია გაფანტოთ და რეალობაში გადაიტანოთ თქვენი ურთიერთობა. ან შეიძლება აქ, როგორც გითხარით, სადმე წახვიდეთ სამოგზაუროდ და იქ რაღაც სასიყვარულო ენერგიები შემოვიდეს, ან ვიღაც გაიცნოთ სრულიად ახალი ვინც მარტოა. აქ იცოდეთ, რომ ზოგიერთ თქვენთაგანის შემთხვევაში შეიძლება გამოჩნდეს წარსულიდან ადამიანი,
რომელთანაც შეიძლება გადააფასოთ მოვლენები, რომელთანაც შეიძლება წამოიწყოთ ხელახალი კომუნიკაცია, რაღაც ახალი შანსი მისცეთ, მაგრამ თან ფრთხილები იქნებით და დიდად თავიდან ემოციური შერწყმა არ მოხდება, უფრო რაღაც მშრალი კომუნიკაცია დაიწყება, მაგრამ ნელ-ნელა რაღაც კომუნიკაციას ახადგენთ იმ ადამიანთან, რომელთანაც წარსული გაკავშირებთ, მაგრამ ურთიერთობა იყო ჩიხში შესული. ესეც შეიძლება განვიხილოთ ამ პოზიციაზე. დაგემშვიდობებით. და მოდი განვიხილოთ ჩვენ ნელ-ნელა მიწისტიქის წარმომადგენლები. ფისრკა, კურო, ქალწული. მოდი გავიგოთ თქვენს შემთხვევაში რა გელოდებათ პირად ცხოვრებაში თებერვლის თვეში. თებერვლის თვეში სხვათა შორის ზოგიერთ თქვენთაგანის შემთხვევაში შესაძლოა, ანუ ეს არის საჯარო გაშლა და რა თქმა უნდა ყველაზე ესეთი მძაფრი ინფორმაციები არ რეზონირდება, მაგრამ ვისთანაც აქტუალური არის ეს საკითხები, რომ უკვე ნელ-ნელა რაღაც ურთიერთობა ჩამოიშალა, ცალ-ცალკე ცხოვრობთ თქვენ და თქვენი ქმარი. აღარ გაქვთ არანაირი სიყვარული ერთმანეთის მიმართ, უკვე რაღაც შეიძლება საბუთებზე დაიწყოთ საუბარი, გაიყოთ ქონება, გაყოთ ყველაფერი, რაც გაგაჩნიათ და სხვადასხვა მიმართულებით წახვიდეთ. ვისთვისაც ეს აქტუალური არა, თქმა უნდა, რაღაცას წერტილს დაუსვავთ, შეიძლება განქორწინების, ასე ვთქვათ, განქორწინებაზე საბოლოოდ დათანხმდეთ, ან საბოლოოდ რაღაც დოკუმენტები მოაგვაროთ, რაღაც შეავსოთ მასთან და მოკლედ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები გადაჭრათ. მაგრამ ვისთანაც ყველაფერი ან კარგად არის, ან საერთოდაც ქმარი საერთოდ არ ყავთ, ან ზოგადად ურთიერთობის ზიებაში ხართ, აქ შეიძლება ჩავთვალოთ ესეთ მომენტები, რომ თებერვალი მაინც და მაინც კარგი თვე არ იყოს ახალი ურთიერთობებისთვის, იმიტომ რომ ჯერჯერობით რაღაცა კარმა გაქვთ გასავლელი, შეიძლება აქ ჩავთვალოთ, რომ ჯერჯერობით რაღაც სიტუაციები თავს გახსენებთ, ჯერ მზად არ ხართ, რომ რაღაც სიახლე წამოიწყოთ, ან ისეთი პარტნიორი, ან ახალი ნაცნობი არ შემოდის თქვენ ცხოვრებაში, რომელთანაც რაღაც მნიშვნელოვანი ურთიერთობის დაგეგმვა შეიძლება რაღაც იმად გაცვლობაში დარჩებით და აქედან გამომდინარე თებერვალში იტყვით, რომ საკუთარ თავს დაუვუთმობ დროს, საკუთარ, ასე ვთქვათ, ფინანსებს გავეუმჯობესებ, ან ჯანმრთელობას მივხედავ, არ ვიცი, რაღაცა პრიორიტეტებს შეცვლით, მაგრამ ვისაც გაქვთ ჰარმონიული ურთიერთობა, კარგი ურთიერთობა, ყავთ შეყვარებული პარტნიორი და ასე შემდეგ, აქ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ თებერვლის თვეში პატარა გაუგებრობების წინაშე დადგებით, მაგრამ ამ გაუგებრობების მოგვარების ხარჯზე, თუ როგორ გადაჭრით პრობლემებს ერთად, როგორ მოაგვარებს თქვენ შორის დაძაბულობას, ასე ვთქვათ, რა ხერხს მიმართავთ, რომ ურთიერთობაში ყველაფერი დაალაგოთ, ეს მომენტები განსაზღვრავს თქვენ ცხოვრებაში იმ ეტაპის წინ წაწევას, რომ უკვე სერიოზული ურთიერთობა ჩამოაყალიბოთ და დაოჯახდეთ. ზოგიერთ თქვენთაგანის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს პირიქით, რომ აი ამ კრიზისმა, ამ რთულმა ვითარებამ, რაღაცაში გვერდში დგომამ, შეიძლება ფინანსური კრიზისების მოგვარებამ და რაღაც პროცესებმა თქვენი ურთიერთობა წაიყვანოს იმ მიმართულებით, რომ ამ ადამიანმა დაინახოს თქვენში მუდმივი პარტნიორი, ან რაღაცნაირად უკვე ჩამოყალიბდეთ, რომ ხართ უკვე მზად იმისთვის, რომ დაიწყოთ თანაცხოვრება. ესეც შეიძლება აქ
ჩავთვალოთ თქვენ შემთხვევაში რაღაცა ცოტა კარმული თვე შეიძლება იყოს, გამოცდილებები, გააზრება, ბევრი ფიქრი, რაღაცნაირად სწორი გადაწყვეტილებების მიღების წინაშე დგომა, პარტნიორზე ზრუნვა, საკუთარი თავის იდენტობის არ დაკარგვა და ესეთი მომენტები გექნებათ, თუმცა თებერვალი ესეთი ძალიან ყველაზე მოკლე თვე არის და უცებ გაირბენს და დიდი, ასე ვთქვათ, განხეთქილებები არ გექნებათ გარდა იმ მაყურებლისა, რომლებიც ახლა უკვე ნელ-ნელა იწყებთ და გაქვთ დაწყებული პროცესი, რომ განქორწინებისკენ წაიყვანოთ თქვენი ურთიერთობა. მე დაგემშვიდობებით, რა თქმა უნდა, ყველას გისურვებთ ძალიან დიდ ბედნიერებას და წარმატებას და მომავალ შეხვედრამდე.